Ευλογείτε γέροντε. Πάτε φιλάδελφε, ευλογείτε. Ευλογείτε γέροντα την ευχή σας. Του Κυρίου, του Κυρίου. Ευχαριστούμε πάρα πολύ. Ήταν μεγάλη χαρά η αποδοχή και ευλογία η αποδοχή από დიდი მადლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ მოწვევას გამოეხმაურეთ და ტექნოლოგიის ამ საშუალებით ამ ფორმატში ხვდებით. ჩვენი მიტროპოლიტი ახლა კვიპროსზეა და მან დალოცა ეს შეხვედრა. Την γνωρίζετε λίγο την ενορία μας, αφού είχαμε την ευλογία να σας υποδεχθούμε πριν από 1,5 χρόνο εδώ, να μας ευλογήσετε, να μας φέρετε και ένα μικρό αντίγραφο της Παναγίας της Παραμυθίας, ღვთისმშობლის ნუგეშის ხატის ასლი გაქვთ მობრძანებული აქვს σε κεντρικό σημείο და მას მერე ჩვენი ტაძრის ფარველად ვთვლით მას. და როდესაც რამე გვჭირდება, მას ვთხოვთ და გვისრულებს. თქვენ ეს ყოველდღიურად განიცდით ამას, თქვენს ღვთისმშობლის ფარველობის ქვეშ მყოფ მონასტერში. დიდი მადლობა. Και εγώ, πάτε φιλάδελφε, έκανα υπέρβαση δυνάμεων, γιατί εχθές είχαμε ένα Έτσο μάμα Φιλαδέλφη ქვია მას. Και ήμουνα στο Σεράνι, είχαμε μια αγρυπνία, πήγα εκεί στη Θεία Λειτουργία. Και καταλαβαίνεις και σήμερα Κυριακή. გუშინო წმინდა ანდრეას ღამის თევა ქონდა, დღეს კვირის ღამის თევა. და ჩემ ძალებს აღიმატებოდა ესა, მაგრამ რადგან შეპირებული ვიყავი და თან ასეთი გულმოდგინება გაქვთ და წადილი, არ მინდოდა იმედი გამეცხრუებინა თქვენთვის. გცდილობთ თქვენ რომ გქონდეთ ათონთან გქონდეთ ურთიერთობა, რომ თქვენ ევროპაში ცხოვრებთ, არის რაციონალისტური გარემო, არ არის ადვილი გარემო. ცდილობთ მორწმუნეები შეკრიბოთ ხოლმე ესაუბროთ. ამგვარად თქვენი მრევლი ხდება ოაზისი ამ რთულ გარემოში. როგორც მოწყურებული ირმები მოდიან თქვენი მრევლის წყლებთან, წირვებთან, სადაც ღმერთი სიტყვა ისმის. ძალიან კარგია რასაც აკეთებთ. და შევთანხმდით რომ შობაზე გვეთქვა ორი სიტყვა. ხო, ესეთი პერიოდია რომ ყველა შობისთვის ემზადება, გარეთ რო გავდივართ ხოლმე ხედავთ ამ και τα ψωνίσματα ασφαλώς τα οποία θα κάνει ο καθένας και η ξεκούραση που θα έχει. Έξω εσείς πότε έχετε αργία και πότε έτσι σας παρέχετε δυνατότητα να έχετε αργία. Ამასაც არ აუშავს, არ არის რაღაცა. Και μια αργία που ξεκουράζεται κανείς και από το πρόγραμμα της εργασίας. თქვენ ანუ ეს ყველაფერი კარგია, იმიტომ რომ უქმეებიც არის, ადამიანი ყოველდღიური სამუშაო რუტინისგან იცვენებს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ არ არის შობა, ქრისტეს შობა, მარტო ნაძვის ხეები და მორთულობა. არამედ პირველი რაც არის სულიერი მხარე დღესასწაულისა. კარგია რომ მსახურებებს ცდილობთ უკლებლივ გადაიხადოთ. იმიტომ რომ ღვთისმსახურებას დიდი მადლი აქვს. არის ღვთისმსახურება არ არის ლოცვის ფორმა, სადაც ვიკრიბებით ერთად საერთო ლოცვაზე. მივდივართ, ვიკრიბებით ერთად და საღვთო მადლით სავსეები მოვდივართ უკან. თან თუ წირვა მით უმეტეს.
ეს მადლი არაფერს სხვას არ შეედრება დედამიწაზე. Ευλογία του Πιμενάρχου σας που ανιστάχτως όπως είδα εκεί συνεχώς έτσι და მიხარია რომ თქვენი მეუფე ასეთი დაუძინებლად დიდი გულმოდგინებით ყველგან დადის, ყველგან სამრევლოებს მოინახულებს ხოლმე. μικρό παιδί πήγαινε και εξομολογόταν στον Άγιο Σοφρόνιο στο Έσεξ και το έχουν μείνει αυτά τα πράγματα. დიდი ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბავშვობიდან წმინდა სოფრონისთან ამბობდა აღსარებას. Έτσι θετικώνωστε και εσάς να σας εμπνέει και εσείς ეს ყველაფერი თქვენს შთაგაგონებთ, თქვენ სულიერ ფრთებს გასხავთ და თქვენ მე თქვენი მხრივ შეგიძლიათ ხალხსაც დაეხმარათ და გაერთიანოთ ხალხს. ამგვარად შობა არის ქრისტეს წარმოცარიელების, თავის დაცარიელების დღესასწაული. ότι ο απερινόητος Θεός გონებით მიუწვდომელი ღმერთი και έρχεται και κοινωνεί μαζί με τον άνθρωπο. გონებით მიუწვდომელი ღმერთი ჩამოდის დედამიწაზე და ადამიანებსთან ცხოვრობს. Βλέπουμε τον Ιησού Χριστό να είναι θεάνθρωπος. Από την ώρα που έγινε θεάνθρωπος δεν ονομάζεται πλέον Θεός. მას მერე რაც ქრისტე გახდა კაცი, მას უკვე მარტო ღმერთი აღარ ეწოდება, არამედ ეწოდება ღმერთკაცი. ლაპარაკობდა ისე როგორც ჩვენ ლაპარაკობთ ერთმანეთში. საოცარი რამ არის. ბერი იოსები ამბობდა ხოლმე რომ Ακούμε τώρα Νίκο. Το καταλαβαίνουμε ότι αγάπησαν τον Χριστό και ενθουσιάστηκαν γι' αυτόν. Μπέρι Ιωσέπη ამბობდა რომ την θυσία του Χριστού δεν μπορώ να την καταλάβω. Όταν τη φέρω μπροστά μου λιώνω, έτσι μας λέει, λιώνω. Με ο μέσμις ο ρογοράριο να γίνει άνθρωπος και να κοινωνεί μαζί μας, να κάνει τόσα θαύματα. Θεραπεύουν και ιόμενος. როგორ ოკდებოდნენ ადამიანები ღმერთისთვის მოწავეებიო, რთული გასაგებია, მაგრამ მაინც რაღაცნაირად გესმის კაცო. მაგრამ ქრისტე როგორ გახდა ღმერთი, რომ ადამიანებში როგორ ცხოვრობდა. Και να κάνει καλό να ακόμα ρωτούσε τον άνθρωπο. როგორ კურნავდა, როგორ მოძრაობდა ხალხში, ყველაფერი სასწაულია და ყველა საოცარი ის არის რომ ადამიანი რო განეკურნა თვითონ ადამიანს ეკითხებოდა ჯერ ნებართვას თხოვდა სავით როგორც დღევანდელი სახარების ბრმა რომელიც ყვიროდა უფლის მიმართ ყვიროდა თხოვდა დახმარებას და ქრისტე კითხულობს ვინ არისო რა უნდაო ვითომ არ იცოდა ο ζητιάνος τυφλός, ο επέτης τυφλός, მათხოვარი ბრმა და კაცი ეუნება პირდაპირ მინდა რომ ავიხილო ჩემთვისო დღე და ღამე და იგივე არისო შენც ადექიო და გამოიხედეუნება ადამიანის ცხოვრებას ხედავთ ერთი სიტყვით განაგებს ქრისტე ეს ყველაფერი გახდა შესაძლებელი იმით რომ გახდა კაცი την Άγια Νύχτα εκείνη τη νύχτα που λένε μερικοί ότι είναι 25 Δεκεμβρίου και γιορτάζουμε 25 Δεκεμβρίου και μάλιστα έγινε μέσα στην αφάνεια. და კიდე საოცარი ის არის რომ μέσα στην ησυχία. საოცარი ის არის რომ ეს ყველაფერი ეს ყველაზე დიდი მოვლენა მოხდა უჩინრად არავინ წყემსებმა რომელიც სამსახურში იყვნენ ღამე და ყარაულობდნენ და ყარაულობდნენ თავის წყემსებს ეზიმებს ცხვრებს ხოლოდ ისინი მიხვდნენ რომ რაღაცა დიდი მოხდა დედამიწაზე
και δεν έγιναν οι ყველაზე დიდი κρίσεις მოვლენა, που რაც ήταν მზის είδωλοι, ქვეშ მომხდარა, γι' მოხდა αυτό και δεν უჩინრად. εγέννησε η κυρία Θεοτόκος თანაც ამბობენ მამები, რადგან ამბობენ მამები, რომ თვითონ ღვთისმშობელმა არის ვერ გაიგო როგორ იშვა უფალი. ანუ რადგან არ ჩასახულა უფალი ადამიანური სიამოვნებით, ამიტომ დაიბადა ქრისტეც ტკივილის გარეშე. Αυτό είναι μεγάλο θαύμα το οποίο γίνεται και ანუ კიდე ერთი სასწაული, რაც και γεννάται ο პირველად ίδιος მოხდა და უკანასკნელად και μένει ისტორიაში, παρθένος. რომ დაიბადა Βλέπετε πως τη ქრისტე σημασία ქალწულისგან με την γέννησή του და δίνει შობის დროსაც στην დედამისი καθαρότητα ქალწულად დატოვა. και στην ηθική του ανθρώπου. ხედავთ როგორი Δηλαδή მნიშვნელოვანი εδώ ადამიანის ενδιαφέρει ზნეობრივი το ცხოვრება. μας η εσωτερική καρδιακή როგორი καθαρότητα მნიშვნელოვანია όπως ქალწულება λένε οι πατέρες და είναι როგორ το აინტერესებს είναι. ქრისტეს არა მარტო Γι' αυτό გარეგნული, και έρχεται არამედ ο Θεός უპირველესად γίνεται შინაგანი άνθρωπος, ქალწულება. όπως έλεγε ο ეს Μέγας გახდა Αθανάσιος, ღმერთის για განკაცების να γίνει წინაპირობა. ο άνθρωπος Θεός. რათა გამხდარიყო Και ღმერთი ακριβώς αυτό ο გამხდარიყო σκοπός კაცი της იმისთვის, ανθρωπίσης რომ είναι η θέωση και ο კაცი άνθρωπος. გაეხადა ღმერთი, Γι' როგორც αυτό ამბობს και დიდი έρχεται με την աթანასე. ταπείνωση αυτήν, την οποία ενεδίθην από την αρχή ეს της სიმდაბლე γεννήσεως. სიმდაბლე Και შეიმოსა βλέπουμε ქრისტემ თავისი το μήνυμα που შობის μας პირველი δίνει წუთიდან. είναι ότι αυτό το βρέφος που ήταν στη Βιθλεέμ, σε αυτό το μικρό σπήλαιο, δίνει μηνύματα, γιατί το βρέφος την ίδια στιγμή ήταν ο Κύριος του σύμπαντος. Ήταν ο ბევრ რამეს δράστης გვასწავლის όλων των ქრისტეს შობა, συμβάντων κόσμου რომ και ეს συνάδελφο პატარა το ბავშვი, βρέφος, რომელიც το οποίο თვალ ήταν ადამიანის εκεί μπροστά თვალთაგან στην πέρα დაფარულად დაიბადა με μερικά ζώα του ბეთლემში, μαζί που τον έγλυφαν εκεί πέρα. მარტო έπαιζαν μαζί του. მარტო დაიბადა Ακριβώς αυτό είναι. დაიბადა Γι' αυτό ბოდიშ και ეს ბავშვი, ο Θεός να რომელიც μας იყო βοηθήσει ბეთლემის να ბაგაში, καταλάβουμε τη σημασία იყო της ის, ვინც παρουσίας, სამყაროს της განაგებს. εξάρτου παρουσίας του და Θεού, მისი თანყოფნა, როგორც και να ვთქვით, მხოლოდ προχωρήσουμε κι მწყემსება εμείς და რამდენიმე ცხოველმა όλων της გაიგო, რომელიც καρδιάς იქვე იყვენ να მასთან ერთად ενωθούμε με τον გამოქვაბულში და Χριστό μας. შეიძლება ლოკავდნენ Είναι კიდევაც μεγάλο ბავშვს. πράγμα να ενωθούμε με τον Χριστό μας και πράγματι να γίνουμε ένα με τον Χριστό, να დიდი γίνουμε რამეა, ένα γράμμα με τον Χριστό, რომ ამ διότι ο άνθρωπος ქრისტესთან που είναι ανθρώπους του Χριστού გავერთიანდეთ, ერთნი έχει τη გავხდეთ. δυνατότητα η να ζωή να έχει, όπως λέγει, ქრისტეს περισσότερο. განკაცებით მოგვეცა ეს Γι' შესაძლებლობა, αυτό რომ ας ευχηθούμε ნამდვილი φύγουμε από მარადიული τα εξωτερικά სიცოცხლე δέντρα τα გქონდეს οποία და არა βλέπετε σε მარტო εσάς που έχετε. ბოდიში Δεν არა παραπάνετε მარტო και έχετε, αλλά όμως πίσω από τα ვიცოცხლოთ, δέντρα και არამედ πίσω από უფრო τα მეტიც φώτα მოგცა. υπάρχει το φως το άχτιστο. გაღმთობა Υπάρχει το იგულისხმება. φως της θεότητος, της Ηλίου ამიტომ Θεότητος. არ დაგვავიწყდეს Εκφράζεται με το δεύτερο πρόσωπο της Αγίας არ Τριάδος, დაგვავიწყდეს ამ που ნაძვისხეების λαμβάνει τη და σάρκα, განათების და τη ეფექტების σάρκα უკან არ και το დაგვავიწყდეს αστρά არსი την ამ ανθρώπινη ყველაფრისა, φύση δηλαδή και რომ έρχεται ღმერთმა και შეიმოსა συναντά τον άνθρωπο. სისხლი და Και ხორცი, βλέπουμε სხეული შეიმოსა ότι ჩვენნაირი καταστάτησε ο διάβολος όλος μόλις υποπτεύθυνε ότι αυτός που γεννάται είναι ο Υιός του Θεού და მაშინ και βλέπετε και η პირველივე Μάγια წუთიდან წინა აღუდგა είναι αυτή სატანა მთელი και თავისი κατάλαβε ამალით, ως იმიტომ რომ მიხვდნენ რომ რაღაცა λόγοι που ήταν τότε και არა έβλεπαν και ჩვეულებრივი κοίταζαν რა τα მოხდა. άστρα, είδαν και κατάλαβαν ότι αυτός που γεννάται ის მოგვებიც, რომლებიც სპარსეთიდან მოვიდნენ, αλλά είναι ვარსკვლავებით Θεός της მიხვდნენ რომ Παρθένου ჩვეულებრივი και კაცი σαν არ Υιός του დაბადებულა. Θεού. Γι' αυτό დაიბადა και ο Θεός να μας βοηθήσει ქალწულის ძე და έτσι αυτά ღმერთის τα ძე. πράγματα να αντιλαμβανόμεθα εν Αγίου Πνεύματι. ამ ყველაფერს Και να სული αυξάνεται η წმინდით αγάπη μας για τον Χριστόν και ο იგებს πρόθυμος για τον კაცს Χριστό, და შეიმეცნებს. ώστε συνεχώς να θέλουμε να είμαστε μαζί του, όπως ο ίδιος μας είπε, εγώ είμαι με θυμόν, ისე ვიცხოვროთ, რომ მასთან ერთად ვიყოთ მუდმივად. როგორც თვითონ შეგვპირდა, რომ ის ჩვენთან იქნება ყოველთა დღეთე და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა და მეო ობლათ არ დაგტოვებ თუ ამბობს უფალი. ფსიქოლოგებს უყვართ, როგორც იცით, ბავშვობის ტრავმებზე ლაპარაკი. που πηγάζει από την ανανθρώπιση του και όλα αυτά და ამის აბსოლუტიზებას ახდენენ, მაგრამ ეკლესიაში ქრისტესთან ერთობით ადამიანი ყველა ტრავმისგან იკურნება εκείνος ο οποίος σιγά σιγά და არასდროს და გადალახავს მარტოობის პრობლემასაც. რადგან ხდება ახალი კაცი, ახალი ადამი.
ეს არის წმინდანი, რისთვისაც ვართ ყველანი მოწოდებულები და ღმერთს ისეთი სიყვარული აქვს, როგორც ზირაქის სიბრძნეში წერია, რაც მეტად ჭამს კაცი, უფრო მეტად შეა და რაც მეტად ცვავს, უფრო მეტად წყურია. იქნებ ჯობია გავჩერდე და კითხვების მოусმინო. Να έρχονται οι άνθρωποι σας εκεί μπροστά να μπορούν να μιλήσουν τον γέροντα. Ο λόγος σας είναι τόσο μεστός γέροντα και ανοίξατε თქვენი სიტყვა ძალიან სავსეაო, ძალიან ღრმა რაღაცებზე დაგვაფიქრებთო. που ξεπερνάει αυτά τα επιφανειακά, όπως είπατε. როგორც ბრძანეთ ღმერთის განკაცება, იმ ყველაფერ გარეგნულს აღემატება, რაც თქვენ ბრძანეთ. Ευλογημένο περιβόλι της Παναγίας. Είπατε ότι ο Χριστός, να ξεκινήσω εγώ τις ερωτήσεις και μετά να περάσουμε στους ανθρώπους, στους πιστούς μας. Είπατε ότι μέσα στην ησυχία γεννάται ο Χριστός. Τζάνετ ρο უდროებაში და დუმილში, დუმარებაში გაჩნდა ο Χριστός. Αφού και εσείς με πολλές φροντίδες για να αναπαύσετε κόσμο ασχολείστε, αλλά თქვენცო ბევრი საქმე გაქვთო. Είναι εύκολο να βρεθεί αυτή η ησυχία και πρέπει να მაგრამ არიან ანუ ღმერთს ადვილათო მდუმარებაში პოულობსო და არიან ასეთი ასკეტებიო. ჩვენო რო ხმაურში და ხალხში ვცხოვრობო, ცოდვაში μέσα στην αποξένωση και από τον Θεό και από τον άνθρωπο. ღმერთისგან გაუცხოების გარემოში ცხოვრობთო. არ არის მარტო საზოგადოება რო შორდება, ანუ ადამიანები ერთმანეთს შორდებიან. როგორ ვიპოვოთ მყუდროება და მდუმარება ერთში? პასუხი. როდესაც ადამიანი ეკლესიურად ცხოვრობს, ეკლესიაში ადამიანი სწავლობს ლოცვას. იცის როგორც უნდა ილოცოს ავტობუსში, მეტროში, მანქანაში, გზაში, იცის რომ უნდა ილოცოს ყველგან. ლოცვა კიდე ატკბობს ადამიანს. სადაც არ უნდა იყოს, ადამიანი ლოცულობს. და ამგვარად ნელ-ნელა შედის თავის საუნჯეში. საუნჯე არ არის პირადი ოთახი, სადაც შედის ადამიანი და ლოცულობს, არამედ მისი გული. გული არის, სადაც ღმერთს ელაპარაკება ადამიანი. იქ პოულობს ღმერთს. და ადამიანი შეიძლება მდუმარებით ცხოვრობდეს ერშიც კი. ამიტომ არის შეცდომა წმინდა მამების დაყოფა ორ ჯგუფად, როგორც ზოგიერთი აკეთებს, რომ ვითომ არიან მისიონერი მქადაგებელი მამები და არიან შინაგანი მოღვაწეობისა და დაყუდების მამები. არ არის წმინდანი, არ არსებობს, რომელსაც შინაგანი ცხოვრება არ აქვს. უბრალოდ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ღმერთის ნებით მოუწიათ მისიონერულ ასპარეზეც მოღვაწეობა. მაგრამ არ არის, ეგ არ იყო მათი ერთადერთი მოწოდება. ანუ პირველი იყო შინაგანი ცხოვრება. ისწავლეს შინაგანი ლოცვა, ისწავლეს ღმერთთან ლაპარაკი, სადაც არ უნდა ყოფილიყავით. როგორც პატერიკში გვესმის ხოლმე, რომ ამბობენ წმინდა მამები, ვართო ჩვენ, მარტო ჩვენ და ღმერთი. და ამგვარად ადამიანი გაშიშულდება ხოლმე გარეგნული წარმოსახვებისგან და სურათებისგან. ამგვარად იწყებს ადამიანი შინაგან დიალოგს ქრისტესთან და მაშინ შეუძლია ადამიანს გადალახოს გარეგნული
და გადაერთოს შინაგანზე, რომელიც არის ნამდვილი ცხოვრება. და მაშინ უნდება უკვე არა ამ ქვეყნიური რაღაცები, არამედ ზეციური იერუსალიმისა ადამიანთა შორის ყველაზე მშვენიერის და ყველაზე დიდებულის, ანუ იესო ქრისტეს განცდა უნდათ. მაგრამ ამისთვის უნდა გავისარჯოთ, უნდა ღმერთის მცნებები დავიცვათ. ქრისტემ გითხრა, როგორ უნდა შევიყვაროთ იგი. ვისაც ჩემი მცნებები აქვსო და იმარხავსო მათო, ის არისო, ვისაც უყვარვარ მეო. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია მცნებების დაცვა. მცნებების დაცვა არ არის არც მონობის ნიშანი და არც რამე ეთიკური ხასიათი აქვს. არამედ მასში არის დამალული ქრისტე. ქრისტე იმალება თავის მცნებებში. და ჩვენთან არის ეს ქრისტე მთელი ჩვენი ცხოვრება და მარადიულობაშიც. მაშინ უკვე გარეგნული, როდესაც ეს ურთიერთობა გვაქვს, აღარც გარეგნულ რამეს აქვს ჩვენზე დიდი გავლენა, აღარც ძლიერ დიდ ხმაზე აღწეულ მუსიკას აქვს ჩვენზე გავლენა, არამედ როგორც დღევანდელი სახარების ბრმა, გონებითა და გულით შინაგანად ვღაღადებთ ღმერთის მიმართ, უფალო იესო შემიწყალე მე. Ευχαριστούμε πάρα πολύ დამლოცეთო. მადლობა. Ενεργά μέλη, της Εκκλησίας που είμαστε ως ενήλικες, θα ήθελα να ρωτήσω ως γονέας. Είμαι μητέρα δύο κοριτσιών. Πώς θα μπορούμε να βοηθήσουμε τα παιδιά μας και να τα βοηθήσουμε να έχουν μεγαλύτερη πίστη? ბავშვებსო როგორ დავეხმაროთო, რომ სულიერად როგორ აღზარდოს სწორეთო ამ ხმაურში, ამ გამოწვევებში, ამ თანამედროვე საზოგადოების ამ ქაოსშიო, რომელიც ბავშვებს პირიქით სხვა რომელიც პირდაპირ საპირისპირო მხარეს ეკაჩება ადამიანს. და საბერძნეთში ხალხი სხვანაირია ცხოვრების წესიო, დღესასწაულები უფრო გავრცელებულია და უფრო ადვილია მართლმადებლურად ცხოვრება. აქ რო ცხოვრობთ, რა ვქნათ? δοξάζουμε τον Θεό που έχουμε Ορθόδοξη Εκκλησία, υπάρχει την Ορθόδοξη Εκκλησία. ჯერ ერთი მადლობდეთ ღმერთს, რომ გაქვთო მართლმადებელი ეკლესია მანდა. Στην πόλη σας έχετε μια ενεργούσα ενορία. თან თქვენი მრევლიც არის ცოცხალი მრევლი, აქვს განრიგი წირვები, აქვს რაღაც ღონისძიებები. Εκτός Ελλάδος, αλλά και εντός Ελλάδος, παρότι και η Ελλάδα έχει γίνει τόσο πολύ από το ευρωπαϊκό. და თანაც იცით რა, იმდენად შეეხო უკვე საბერძნეთს დასავლური გავლენა, რომ საბერძნეთი თუ არა საბერძნეთი ლამის გაიგივდეს უკვე. მაგრამ რა გვაქვს? მაგრამ თქვენ დიდი რაც გაქვთ პრივილეგია მართლმადიდებელ მშობლებს არის რომ ბავშვები ატარეთ ეკლესიაში. რომ ეზიარონ აღსარება თქვან, მე 5 წლიდან ბავშვების აღსარებას ვისმენ. თან მეც ვერთობიო ვისვენებ. ტყუილი ვთქვიო, ამბობენ, ძმასო ვეკინკლავებიო და ასე შემდეგ. თუ მშობლები სწორაზდიან ბავშვებს და თინეიჯერობამდე, გარდატეხის ასაკამდე გამოვიყენებთ დროს და ბავშვებს წირვას, აღსარებას, ზიარებას მივაჩვევთ, ბავშვები უსაფრთხოდ არიან. იმიტომ რომ სული, როდესაც ქრისტეს გაუსინჯავს გემოს,
მერე რომც მოშორდეს ამ რთული ასაკის გამო მაინც დაბრუნდება. მამა ეფრემ კატუნაკელს უთქვავს ჩემთვის. ბავშვმა ერთხელ მაინც რომ მოიდრიკოს მუხლიო ოლარის ქვეშო მუხლიო, ანუ აღსარება თქვასო, არ დაიკარგებაო. თორე ბავშვებს რთულ ასაკში რო შედიან, მე რთულ ასაკში ამბობენ რომ არ წამთ არაფრის და ნერვებსაც გიშლიან და ეს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. ძალიან ბევრჯერ ნახე რომ მართლა დიდი ჭეშმარიტება ესა. თქვენ ბავშვებს სანამ პატარები არიან მიეცეთ ქრისტე და თქვენი სულიერი ცხოვრებით შეავსეთ ის, რასაც ისინი თავისი რთული ასაკის თუ გარემოების გამო ვერ აკეთებენ თვითონ. ილოცეთო რა ერთით ბავშვების. Έλατε κυρία Ελένη. Είναι η δεύτερη κυρία Ελένη. Εγώ πατέρα θυμάμαι που είτε στην ενορία σας και τώρα που βλέπω την εκκλησία. მე მახსოვსო მან დრო ვიყავიო. სახეები მეცნობაო. Ανάμνηση που ήρθα και προσκύνησα στον εκκλησία του Ευαγγελισμού που έχετε κι εσείς. თან თქვენც ხარება ხართო და ჩვენცო. ერთი საერთო რაც გვაქვს ვატოპეთან არიო რომ არიო ხარებისავრეო. Και η Αμβέρσα είναι και πριν από την Ορθόδοξη παράδοση υπό την προστασία της Παναγίας, αφού και ο καθεδρικός ναός της πόλης, τώρα είναι ανήκει στους καθολικούς, είναι αφιερωμένος στην Παναγία. Οπότε, Antwerpenში, სადაც ვართო, საკათედრო ტადარიცო არამართმედებელი ისიც ღვთისმშობლის არიო. Ανθρώπων όπως είστε εσείς που στέλνει η Παναγία να περνούν και να μας ευλογούν και κυρίως μετά να μας τιμούνται και να εύχονται, μπορούμε και στερεωνόμαστε και συνεχίζουμε τον αγώνα μας. და ღვთისმშობელია ის, ვინც გვიგზავნის ადამიანებს თქვენი სახით, რომლებიც ლოცულობენ ჩვენთვის. და გვეხმარებიან. მეცო როგორ მშობელი. გონების მიერ ლოცვაზე რო გეთქვათ რამეო. გონიაო რომ ამ ლოცვას შეუძლია ჩვენც დაგვეხმაროს და ბავშვებს. ბავშვებს როგორ ვასწავლოთ გონების მიერ ლოცვა. პირველიო რაც გააკეთო, გამოიყენოთო ცარიელი დრო. როცა სახლში რაღაც საქმეებს აკეთებთ, მანქანაში ხართ, ისა ხართ, მარტოს, დაბალი ხმით თქვით უფალო იესო ქრისტე შემიწყალებენ. და ნელ-ნელა მოტკბებაო, დატკბება თქვენი გული. ერთხელ ეფრემ კატუნაკელ, წმინდა ეფრემ მომიყვაო, რომ ერთხელ მასთან მოსამართლე მოვიდაო, სამოქალაქო მოსამართლე, ანუ სამოქალაქო საქმეებს რო არჩევ. და ეუნებოდა ძალიან ბევრი საქმე მაქვსო და არა მაქვსო დრო რომ ვილოცო. და ეუნება წმინდა ეფრემი რომ სანამო დილითო ადგებიო ხელპირს რო იბანო, ტანსაცმელს აუთოებო თუ რას აკეთებო, ის ნახევარი საათი გამოიყენეო გზაში რო ხარო და დაიწყო ამ კაცმა ესე ლოცვა და სამ თვეში რო შეხვდნენ. ეხაო ცალკე დროც ვიპოვეო, იმიტომ რომ ისე დატკბაო ჩემი სულიო ამ ლოცვითო რომ ისე დატკბაო ლოცვაო რომ მინდაო ცალკე სუმინდაო ეს ლოცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ძლიერია. იმდენ სულიერ საჩუქარს აძლევს ადამიანს, რომ არის აუწერელიანით. სულიერ მართლმადიდებლობაში არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ადამიანის სულიერი არსი მუდმივად იყოს ფუნქციონირებდეს. ხედავთ პავლე რას ამბობს, მოუკლებლად ილოცეთო და ყველაფერში მადლობდით ღმერთს. არ არის სწორე, როდესაც ქრისტიანები ამბობენ, რომ ესო ადმინისტრაციული საკითხი, ეს არის პროფესიული, ეს არის სულიერი. არ არსებობს ადამიანის ცხოვრებაში რამე, რაც მის სულიერებას არ ეხებოდეს.
δεν είναι το μυαλό. გონებაო ამბობს გრიგორი პალამა არ არის ტვინი თავის ტვინი ან ჭკუა გონება არის ის რაც ნათლობის დროს მოდის მოქმედებაში და ის რითიც უერთდება ადამიანი ღმერთს გონებით ეკონტაქტება ადამიანი ღმერთს და მერე გადადის გულში ბევრი იოსები ამბობდა რომ ერთში იცნობდა ბევრ ადამიანს რომელიც გონებისმიერი ლოცვით იყო დაკავებული და ბევრ მონაზონზე მაღალი სულიერი მდგომარეობა ჰქონდა και μάλιστα και εδώ η μοναχή βέβαια που είναι πιο εύκολο και πιο βατό πολλές φορές μου λένε ότι πόσον ζημιώνω τον εαυτό μου όταν αντί να προσεύχομαι αργολογώ. Так, მამები εξωτερική, αλλά υπάρχει και νοερά αργολογία εσωτερική. მამებიც მეუბნებიან ხოლმე, აქ უფრო ადვილია მონასტრულ გარემოში გონებისმიერი ლოცვა უფრო ადვილია, მაგრამ ვინც იციან ეცა, ამბობენ რომ რამდენსო ვკარგავთო, როდესაც ან ტყუილავ ლაპარაკობთო, ან გონებით მივედმოვედებითო. ანუ არის ამაოდ მეტყველება პირით და ამაოდ მეტყველება გონებითი, ორივე დიდი ზიანია. საქართველოში ვიყავი ერთი თვის წინო და ერთი მრევლში ვიყავიო და იქო ესეთი კარგი ლოზუნგივით აქვთო, რომ არც ერთი წუთი ქრისტეს გარეშეო. ძალიან მომეწონა ესო, მაგრამ ცოტა შეუსწორეო, რომ არც ერთი წამი ქრისტეს გარეშე. და ეს არის ლოცვა, რომელსაც დიდი მადლი მოაქვს ჩვენთვის. ზეგ სამშაბათს გვექნება ისევ ტელეხიდი მეუფე ათანასესთან, ლიმასოლის მიტროპოლითან და საუბრის თემა იქნება საღვთო მადლის გამოცდილებისეული განცდა. რაც არის შესაძლებელი ეკლესიაში მხოლოდ. Η συνάντηση με τον ψυχολόγο που είναι μια ανθρωποκεντρική πράξη και άλλον η συνάντηση με τον πνευματικό που είναι μια χριστοκεντρική πράξη και πρωτοστατούσα. Ψυχოლოგთან შეხვედრაც რითი განსხვავდება მოძღვართან შეხვედრით, თვითონ იგივე საუბარია. ზუსტად იმითი განსხვავდება, რომ მოძღვართან საუბრის დროს თან ყოფობს საღვთო მადლია იქა ორ ადამიანს შორის, როცა ქრისტოცენტრული შეხვედრა იმ დროს, როდესაც ფსიქოლოგთან შეხვედრა არის ადამიანთან შეხვედრა უბრალოდ. რამ ცოტა ხნის წინ მოხდა ერთი აქაური ჩვენი ბერის, რუმინელი ბერის დიონისეს კანონიზაცია. ბოლო 10 წელი იგი ბრმა იყო. კოლიცუსკიჩი ცხოვრობდა. და მეუბნებოდა ხოლმე რომ როგორც სახარების ბრმისათვის ჩემთვის ღამე და დღე ერთი და იგივე არისო დღე და ღამეო და ეგო ჩემი ცოდვების გამო შემევთხაო ვითმენო რა თქმა უნდა მაგრამ ზოგჯერო გული მწყდებაო და ისევ ცოტა წუწუნებო რომ ვერ ხედავ. მეც ვთხარი რომ ბუნებრივია რომ კაცი ვერ ხედავს და წუხდეს ამის გამო. ჩვენ რომ ერთი წუთი დახუჭავ თვალს და უკვე ცუდად ხვდებით მეთქი. მაგრამ ეს ადამიანი იცით რა იყო? რო ელაპარაკებოდი მიუხედავად იმისა რომ არ ბანაობდა წლები 10 წლევლები კეთილსურნელება აზდიოდა. და იცით რატო? იმიტომ რომ მუდმივი სულიერი ცხოვრება ჰქონდა და მუდმივი ლოცვა ჰქონდა და სიხარული და ნათელი ჰქონდა სახელზე. წმინდა მარკოზ მონაზონიც ამბობს, რომ ნამდვილ სულიერ ცხოვრებას მოაქვს შედეგად სიხარული. სიხარული არ არის
სიხარული არა ფსიქოლოგიური მდგომარეობა, არამედ სულიწმინდის ნაყოფი. და ეს სიხარული შინაგანი იმასაც აქვს, ვისაც გარეგნულად ცუდად აქვს საქმეები. ამიტომ ამბობს ქრისტე, რომ ტვირთი ჩემიო მსუბუქიაო და არის კვიპროსზე ასეთი წმინდა ნეოფიტე და ეკითხება უფალს, უფალო ტვირთიო იმას ნიშნავს, რომ რამე არისო მძიმეო. როგორ შეიძლებაო რომ იყოს ტვირთი მსუბუქიო? ზუსტად ამაზეა ლაპარაკი, რომ გარეგნულ სირთულებს და პრობლემებს ქრისტე გვიმსუბუქებს შინაგანი ნუგეშით. და ეს ნუგეში პირველ არის სიხარული. და ეს სიხარული მოდის მარადიულობის იმედით. რადგან ადამიანი არის მარადიულობისთვის შექმნილი, ღმერთის ხატად შექმნილი, რომ მისი მსგავსება აღიდგინოს თავში. მიხარიაო, რომ მრევლის წევრებს ინტერესი აქვთ. მამა ფილადელფია ამბობს, რომ გააჩნია ვისთან ლაპარაკობენო. მამა ფრემეონება, კაი მასწავლებელი ყავთო თქვენი სახი და იმიტომო. Μια ερώτηση θέλω να κάνω εγώ που δεν σχετίζεται τόσο με τα Χριστούγεννα απαραίτητα. Έχει να κάνει με τη კითხავ ჩემიო შობას არ ეხებაო. ნუღელაო მამა ფრემეონება მუქთარიო. Στον κόσμο και ειδικότερα για εμάς που ζούμε εδώ στην Ευρώπη και έχει να κάνει με τη στάση μας απέναντι σε χριστιανούς άλλων ομολογιών, άλλων δογμάτων, αλλά και απέναντι σε ανθρώπους άλλων θρησκειών. Άκο, ძალიან ბევრი არისო ქრისტიანი სხვა ამსარებლობისო და არის სხვა რელიგიისებისო. ჩვენ მათო როგორ ურთიერთობა უნდა გქონდეს მათთან, არიანო მუსულმანები, ებრაელებიო. ყოველდღიურად გვიწევთ მათთან შეხებაო. სხვა აღმსარებლობთან, ქრისტიანულ აღმსარებლობებთან და რელიგიებთან რა წარმოადგენლებთან რა უნდა გქონდეს. როგორ უნდა მივცეთო ქრისტეს მოწმობა. სად არის ზღვარი ამ აღმსარებლობასა და პროსილიტიზმსა და პროსილიტიზმთან და ქრისტეს აღმსარებლობას შორის ზღვარი სად უნდა იყოს? პირველ რიგშიო პატივი უნდა ვცეთ ყველა ადამიანს. ადამიანს პატივი უნდა ვცეთ მიუხედავად იმისა, რის იწამს. რა თქმა უნდა, გვიხარია ჩვენი ეკლესიის და ჩვენ ნამდვილი ღმერთის, იგივე ღმერთის მონებს, ვისაც ჩვენ ვემსახურებთ. აქ უკვე საბერძნეთი გახდა მრავალ ყველა შეხვდები უკვე საბერძნეთში არა მარტო მანდ. პირველ რიგში უნდა მივაგოთ პატივი ყველა ადამიანს განურჩევლად. თუ რაღაცას გეკითხებიან მართლმადიდებლობაზე, ეტყვით. თუ არ კითხავენ, ნუ ერაფერს ეტყვით. თუ ცდილობენ რომ გადაგიბირონო, თქვენც უპასუხეთო. მაგრამ უნდა უყუროთ თითოეულს რა სულიერი ძალა აქვს და რამდენიმე თვის წინ აქ ვიღაცა იყო, ამერიკიდან ჩამოვიდა კაცი. ვიღაცამ რაღაცა თქვა მართლმადიდებლებზე და გადავიდნენ ცემატყებაზე ერთმანეთში. არ შეიძლება. რამდენიც ესმის კაცი იმდენს ამბობს. უნდა უთხრა არ გეთანხმები. არ ნიშნავს რომ უნდა მოცხო. და თანამშრომლები აშველებდნენ. არა ხართო მართლმადიდებლების სწორებიო, ჩვენო კათოლიკები ვართ სწორებიო და დაიწყეს ცემატყება და სხვები აშველებდნენ. არ არის ეგ მართლმადიდებლობის მოწმობა და აღმსარებლობა. ყველაზე დიდი აღმსარებლობა მართლმადიდებლობისა არის რომ ვიყოთ ერთგულები მართლმადიდებლობისა და ქრისტეს სწორედ ვემსახურებთ. ისე როგორც გვასწავლის მართლმადიდებელი ეკლესია.
და მგონი მაშინ ჩვენი მოვალეობაც როგორც მართლმადებლებისა შესრულებული იქნება. Είστε καλά. Την ευλογία σας, Γέροντα. Κυρίω. Δύο ερωτήσεις έχω, Γέροντα. Dio, ორი კითხვა მაქვს. Δύο λόγια Πρώτα για... τη μία. ჯერო პირველიო. ჯერ პირველი მე მეორეო. Λοιπόν, μπορείτε να μας πείτε δύο λόγια για την συμπροσευχή του Οικουμενικού Πατριάρχη με τον Πάπα. სოფლიო პატრიარქმა რო ილოცაო რომის პაპთან ერთადო, Στον Οικουμενικό Συνόδο. იმიტომ რომ ესეთი ლოცვა არ შეიძლებაო ეკლესიის კანონებით. Πατριάρχης βλέπετε. Είναι στην Τουρκία. სოფლიო პატრიარქი თურქეთში ცხოვრობს. არის იზოლირებული მართლმადებელი გარემოდან. Ξέρετε ότι η τουρκική κυβέρνηση δεν αποδέχεται με τίποτα τον τίτλο Οικουμενικός Πατριάρχης. ხედავთ თურქეთის მთავრობა სოფლიო პატრიარქის ტიტულს არ აღიარებს და Και θέλοντας, ας πούμε, το Οικουμενικό Πατριαρχείο να βγει από αυτή τη δέσμη που έχει και αυτή την... სოფლიო საპატრიარქო სურს გამოვიდეს ამ ალყიდან, ასე ვთქვათ. Θέλει να ξεφεύγει και θέλει και μια έτσι διασύνδεση. სჭირდება ურთიერთობები. Ένας πλανητάρχης πνευματικός, δυστυχώς. სამწუხაროდ რომის პაპი არის ერთ-ერთი ამ პლანეტაზე ერთ-ერთი დიდი სულიერი ლიდერი. Ότι ξέρετε, εμείς είμαι ο πρώτος συντάξη της Ορθοδοξίας και με αναγνωρίζει και το Βατικανόν που το αναγνωρίζει. და მისთვის საჭიროა რომ ადგილობრივმა მთავრობამაც დაინახოს აღიარება სოფლიო ჩემი როგორც სოფლიო პატრიარქის. Είναι μάλλον περισσότερο πολιτικές παρά πνευματικές. მე გეტყოდით რომ ეს შეხვედრები უფრო პოლიტიკურია ვიდრე სულიერი. და პატრიარქიც რაღაც შეღავათებს აკეთებს იმისათვის რომ არსებობდეს საპატრიარქო. Δεν επιτρέπεται. Εν τούτης κάνουμε πως δεν βλέπουμε και είναι μια έτσι. ერთად ლოცვა არ არის დაშვებული. Το μείζον πράγμα είναι η ενότητα της Εκκλησίας. მაგრამ რაღაცებზე თვალები უნდა დავხუჭოთ. იმიტომ რომ პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ერთობა ეკლესიაში. არ უმსახურიათ წირო ერთად არ ყოფილა, რასაც აბრალებენ. მესმის სოფლიო პატრიარქის ტკივილი. Εσείς δεν μας υποστηρίζετε, λέει στους Τούρκους, με έναν έμμεσον τρόπο βέβαια. თითქოს იმის თქმა უნდა პატრიარქს რომ მიუხედავად იმისა რომ თქვენ თურქები ჩვენ არ აგვიარებთ, გარე სამყარო აგვიარებს. და ამიტომ იძულებულია რაღაცა ეგეთი ნაბიჯები გადადგეს, იმიტომ რომ ფანარი არის იზოლირებული სამწუხაროდ. არ დაგავიწყდეთ რომ კონსტანტინოპოლი არის ღვთისმშობელს არის მიძღვნილი. და არის შემიძლია ვთქვა, იმიტომ რომ ეს ქალაქი რო აშენდა ღვთისმშობლისთვის. და ის რომ სოფლიო პატრიარქი კონსტანტინოპოლში არის დღემდე, ეგეც არის სასწაული. Και η δεύτερη ερώτηση, Γέροντα, η απεικόνιση της Αγίας Τριάδας του πατέρα ως γέροντα στα δεξιά. წმინდა სამების ხატზე რომ მამა ღმერთს ბაბუად გამოხატავენ და და ტრედი რომ იმით არის ეკხატიო მწვალებლური არ არისო ერეტიკული. წმინდა სამება მართლმადებლობაში გამოისახება სამი ანგელოზის სახით. Τώρα κάνει τον Θεόν Πατέρα ως παππού. ის რო გამოეხატება αυτό βέβαια είναι μια αναγεννησιακή έτσι ეს რო მამა ღმერთსო ბაბუად გამოხატავენ და ძეს ახალგაზრდა და სულიწმინდასო მტრედათო ეს არის რენესანსის შედეგი და ნაშობი. Υπάρχουν παλιές εικόνες του 18ου αιώνα, διότι και το Άγιον Όρος υπέστη არ არის ეს მართლმადებულ ტრადიციაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინც ამ ხატებს კოცნის მწვალებელია. ათონზეც არის, რომ იცოდეთ, მე-18-მე-19 საუკუნის ასეთი ხატები.
σαν που να εξέβαινε από το κομμωτήριο η Παναγία. Μόλις ετέλειωσαν από το κομμωτήριο, იმიტომ რომ ათონის რენესანსით გავლენის ქვეშ მოხდა. არის ღვთისმშობლის ხატებიც ისეთებია ხატები ამ რენესანსის პერიოდის, რომ გეგონება ეს არის რა ქვია, სადალაქოდან გამოვიდა ღვთისმშობელი. მაგრამ ამ ხატებს არც ვაგდებთ, არც ვყრით, არც ჩვენ თაყვანს ვცემთ ღვთისმშობელს. ამ ხედავთ სლავური ეკლესიებიც, რომლებიც დიდ გავლენის ქვეშ იყოს ამ რენესანსის ტალღისა, ეხლა უბრუნდებიან მართლმადიდებელ ტრადიციას ხატწერაშიც. და საბერძნეთშიც ესე მოხდა მე-19 საუკუნის ბოლო მე-20 საუკუნიდან. Εμείς ούτως ή άλλως η Κωνσταντινούπολης μπορεί σήμερα να είναι περιορισμένη στα όρια που είναι, αλλά ακριβώς επειδή ο Θεός και η ιστορία της έδωσαν την οικουμενικότητα και εμείς εδώ Κωνσταντινούπολη είμαστε και εμείς εδώ προστρέχουμε στη μητέρα μας την Αγία του Χριστού Μεγάλη Εκκλησία. Μέρος του Κωνσταντινούπολης είστε βέβαια. Προσευχόμαστε αδιάλειπτα να φωτίζει ο Θεός τους ηγείτονες με πρώτο τον οικουμενικό μας πατριάρχη τη μεγάλη αυτή μορφή. ჩვენცო მსოფლიო საპატრიარქოს ვეკუთვნითო მამა ფილადელფი ამბობს და ბევრს ლოცულობთო რომ ღმერთმა ყოველთვის გაუნათლოს გონება საპატრიარქოსო პატრიარქს τελική απόφαση της σύνολης εκκλησίας με πρώτον μεταξύ ίσων και τον οικουμενικό μας πατριάρχη. რო სწორი გადაწყვეტილებები მიიღოსო მსოფლიო პატრიარქმა პირველ რიგში, რომელიც არის თანასწორთა შორის პირველიო. Μπορούμε να σας μιλήσουμε. Εγώ είχα μία άλλη ερώτηση. Είπατε πριν για τη χαρά που μας δίνει ο Χριστός. სიხარულზე ბრძანეთ. Πώς μπορούμε να έχουμε αυτή τη χαρά όταν ეს სიხარული როგორ έχουμε προβλήματα υγείας, როცა ჯანმრთელობის პრობლემები გვაქოდა, არ შეგვიძლია ისე ვიცხოვროთ, როგორც მანამდე ცხოვრობდით. ეს სიხარული როგორ მოიპოვოთ? სიხარული არის ისეთი რამე, რაც სიტყვას და ბუნებას აღემატება, რაც ზეციდან მიეცემა ადამიანს. ადამიანს, ვისაც წყურია მარადიული ღმერთი და მარადილობა, არ არის დაზღვეული იმისგან, რომ ავადმყოფობა არ ექნება. მეც მქონდა რამდენიმე წლის წინ უნდა მომკვდარიყავი და წმინდა სარტყელით აღვდექი მკვდრეთით. მაგრამ ყოველთვის არ ხდება სასწაული, არ აქვს მნიშვნელობა ამას. ჯამთელები ვართ თუ სნეულები ვართ, სიხარული არის მარადილობის გამო ანარეკლი. არის მარადილობისა და მარადიული ქრისტეს წადილიდან მოდის სიხარული. მაგრამ იცოდეთ, რომ ეს ავადმყოფობაც დიდ მადლს გვაძლევს და ყველაფერი, რასაც ვითმეთ ავადმყოფობით ამ ცხოვრებაში, არის, რომ იცოდეთ, დეპოზიტები და შენატანები ზეციურ ბანკში, ასე ვთქვათ. Ευχαριστώ πολύ. და ანაო, ნუ ღელავო. ღმერთიო, შენთვისაც არისო. ღმერთმა რამდენჯერ შეგიწყალა და დაგიფარა, შენიციო. და რატო გავიწყდება ეს ყველაფერი და რატო გეშინიო მომავლის? ღმერთი შენთან ერთად არისო. ბავშვობაშიცო რამდენჯერ ხდებოდი ავათო და ღმერთმა ხედავ აქამდეც მოგიყვან და კიდე წლები გაქო წინო. Γέροντα, ευλογείτε. Κύριο Στέφανε. Σας ευχαριστούμε πολύ που είστε μαζί μας και για τη დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. Εγώ αυτό που θέλω να σας მამა ფილადელფიას გადავხადეთ მადლობაო, მე უბრალოდ მორჩილება გავწიე. Όταν ήρθαμε στο μοναστήρι σας, თქვენთან რომ მოვედითო, είναι έτσι σαν ένα αίσθημα αυτό που λέμε η εν Χριστώ ελευθερία.
ქრისტე ისო რაც ჩამჩაო გულშიო მონასტრიდან ვარიო ქრისტეს მიერი თავისუფლება. ის 3 დღე რაც თქვენთან ვიცხოვრეთ არიო იქ განვიცადეო თქვენთან რა არის ქრისტეს მიერ თავისუფლება. რა არიო ესო როგორ ჩვენც როგორ შევიძინოთ. ქრისტემ კარგი რამეც რო გაგვიკეთოს ჯერ გვეკითხება გვინდა თუ არა. ადამიანი არის თავისუფალი. ადამიანის თავისუფლება ადამის დაცემის შემდეგ არ შეცვლილა. გახსოვთ სადღაც რომ ამბობს ქრისტე შეიცანითო ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენო. ჭეშმარიტება არ არის არც იდეოლოგია, არც ფილოსოფიური თეორია, არამედ პიროვნება. და ეს პიროვნება არის ქრისტე, რა თქმა უნდა. შეიმეცნეთო, შეიცანითო ჭეშმარიტება ნიშნავს მე შემიცანითო. თან ეს შემეცნება არის არც აკადემიური, არც რაციონალისტური, არამედ ემპირიული, გამოცდილებისეული, რაც ნიშნავს ქრისტეს გემოსხილვას და რაც მეტად იცავს ადამიანი რაც მეტად იცავს ქრისტეს მცნებებს, რაც ზოგისთვის გარეგნულად ჩანს, რომ არის მონობა, ის ადამიანი თავისუფლდება ზუსტად ვნებებისგან. იმიტომ რომ ვინ არის ნამდვილად თავისუფალი ადამიანი? ის, ვინც თავისუფლდება ვნებებისგან. ნამდვილად თავისუფალი არის ვნებებისგან თავისუფალი. არ არის თავისუფალი ის, ვინც რასაც უნდა ამბობს, სადაც უნდა მიდის და ასე შემდეგ. ეკლესია სვამას გვასწავლის და ეკლესია სანიმუშო ადამიანად წარმოგვიდგენს უვნებო ადამიანს, რომელსაც ვნებები არ აქვს. მონასტერში რომ მოდიან სულიერად გაუცნობიერებელი, სულიერად უცოდინარი ადამიანები, შემნატრიან ხოლმე რომ შენო მაგარი წარმატებული ისახარო კაციო, რამდენი კაცი მოგზდევსო, მორჩილები ყავსო. და არ ესმით, რომ მორჩილები არიან ზუსტად ყველაზე თავისუფალი ადამიანები. იმიტომ რომ ის რომ გადააბიჯოს კაცმა თავის თავს და არ გააკეთოს ის რაც უნდა, არამედ გააკეთოს ის რაც უნდა გააკეთოს, თავისუფლდება ვნებებისგან და გრძნობს უსაზღვრო თავისუფლებას შინაგანს. Στα συνέχεια του θέματος. Έχει εκδώσει το μοναστήρι σας ένα βιβλίο που λέγεται «Άσκησης, η μητέρα του αγιασμού». Თქვენ მონასტერმა გამოცა წიგნეო ასკეზა სიწმინდის დედა. Τον είδα τον τίτλο, θορυβήθηκα λιγάκι, διότι κατάλαβα ότι όπως δεν υπάρχει παιδί χωρίς μητέρα, έτσι δεν υπάρχει και αγιασμός χωρίς άσκηση. ესე იგი, ასკეზის გარეშე არ არის სიწმინდე, ესე გამოდის, როგორც არ არის ბავშვი დედის გარეშე. პერიოსების წიგნია. Όταν κάνει την άσκηση, τι είναι αυτό που რას ნიშნავს ასკეზი? რას ცოლი ყავსო? Και για να ολοκληρώσω, να μας πείτε και λίγο αυτό που έλεγε ο Άγιος Παΐσιος, το φιλότιμο στην άσκηση. Τι θα να το κατανοήσουμε αυτό το φιλότιμο. და ეს ასკეზი რომ უნდა გავაკეთოთო კეთილშობილურად, ვაშკაცურად, წმინდა პაისი რომ ამბობდა, რას ამბობდა? ასკეზ არ არის მარტო რომ 50 დღე არ ვჭამე დიდ მარხვაში და 40. ყველაზე დიდი ასკეზი არის საკუთარი ნებასურვილის მოკვეთა. მიხედი მაგალითად სახლში დაღლილი მიხედი. მიხედი სახლში დაღლილი და გეუბნება ცოლი წამო სტეფანე ერთად ვჭამოთ სადმე გარეთ. შენ გეზარება მაგრა დაიღალე, მაგრამ ცოლს როგული არ ატკინო მიყვები, ეგეც ასკეზაა.
გძინავს და 2 საათზე ბავშვი ყვირის და გაგეღვიძა, ეგეც ასკეზა. ან სამსახურში უფროსი ყავს ცუდი ხასიათისა და მაგასაც უთმენ არა ამძაფრებ კონფლიქტს, ეგეც ასკეზა არის. და ეს ყველაფერი ჩვენ განკურნებას, ანუ ჩვენ გზა მსვლელობას სიწმინდისგან ემსახურება. ანუ ყველა ჩვენგანი ვართ ეკლესიის სამავადმყოფოში. ერთადერთი განსხვავება ეკლესიისა და საერო სამავადმყოფოს შორის არის ის, რომ ეკლესიის სამავადმყოფოში მორგშიც არის აღდგომის იმედი. Γέροντα, αν είναι ευλογημένο να δώσουμε και το λόγο πριν συνεχίσουμε με τους ανθρώπους στην ενορία. Έχουμε 2 ερωτήσεις από το ίντερνετ, αν είναι ευλογημένο. ორი კითხვაო ინტერნეტი გვაქვს. ერთიო ირანიდანო, ერთი პროფესორია ქალი ინტერნეტიდან, ირანიდან. Μπορεί το άκτιστο φως και η άκτιστος ενέργεια του Χριστού να φανερωθούν στην καρδιά ανθρώπων που δεν είναι χριστιανοί ως βιωματική εμπειρία και πώς შეუქმნელი ნათელი შეუძლია თუ არა არამართმადებელმა განიცადოს და თუ შეიძლება გამოცადოს კაცმა შეუქმნელი ნათელი ეკლესიის გარეთ. პასუხი. უსაფრთხო გზა არის ეკლესია და შეუქმნელ ნათელსა და მადლს ადამიანი განიცდის ეკლესიაში. მაგრამ ღმერთმა თავისი გამოუკვლეველი განგებით შეიძლება ადამიანებს რომ მოიზიდოს თავისთავთა მადლის რაღაცა გემო გაასინჯოს ადამიანებს რომლებიც გარეთაც არიან. Στην υγεία μας. Αυτό σημαίνει ότι έχουμε απομακρυνθεί από το Θεό και από το Άγιο Πνεύμα. Δεν έχουν απομακρυνθεί από τον Θεό, αλλά χρειάζεται να κάνουμε περισσότερη προσευχή. როცა სტრესი გვაქვს, ხო, სტრესი გვაქვს და ეს ჩვენ ფსიქოსომატიურ მდგომარეობაზე ცუდად მოქმედებს, ეს რას ნიშნავს, რომ ღმერთს მოვშორდით და სულიწმინდა არ გვაქვს? პასუხი, არაო. მაგრამ მეტი ლოცვა გვჭირდებაო. Στρესი არ არის კაიო. Μόντις να ვილოცოთ. Από τους αγιασμένους ανθρώπους που έχετε γνωρίσει, πήρατε μια ιδιαίτερη συμβουλή πώς να συνδυάζετε τα διοικητικά καθήκοντα της Οικουμενίας. Νομίζω είναι πολύ ωραία ερώτηση. წმინდა ადამიანები ვინც შეხვედრე ხართო რა გირჩიესო როგორ შეაერთოთო ადმინისტრაციული და სულიერი თქვენი მოვალეობებიო როგორც წინამძღვარმა პასუხი ეხა ეგარ თქვიო დასაწყისში რომ არ არის ადამიანის რამე საქციელი ან მოქმედება ნაწილი ცხოვრების როცა წყდება ადამიანის სულიერი ცხოვრება ეგ არის არასწორი მიდგომა სულიერი ცხოვრებას ჩარჩოები და ფარგლები არ აქვს 24 საათი ადამიანი რას საკეთებს ყველაფერს საკეთებს სულიერი სარჩულით ამ ფილადელფიას ეკითხება აქვს თუ არა კითხვები თუ გადავიდეთ Είναι στη συνέχεια αυτού που είπατε Γέροντα για την αγωγή των παιδιών και το πόσο γονέας ბავშვების აღზრდაზე რომ ბრძანეთ რომ მშობელს შეუძლია შეავსოს ბავშვის ნაკლები θα αποβάλουν και όταν έχουν πάντοτε θεμέλιο θα επιστρέψουν და ის რომ თუ კაი საფუძველი აქვს ბავშვებს სულიერი რომ მოშორდნენ მერე η οποία παρότι εσείς δεν έχετε κατά σάρκα παιδιά αλλά έχετε πολλά πνευματικά თქვენ არ ყავთ ხორციელი შვილები მაგრამ ბევრი სულიერი შვილი ყავთ მონაზვნებიც და არამონაზვნებიც και να φτάσουν στο ποθούμενο που είναι η ένωση με το Θεό εσείς ποιες διαδικασίες ακολουθείτε για να βάλετε εκτός από την προσευχή σας εκτός από την ლოცვის გარდა თქვენ და ყურადღების გარდათ როგორ მუშაობთ ახალგაზრდა ადამიანის სულში ეს მშობლებსაც ეხება που σιγά σιγά θα μπουν μέσα σε αυτό το πέλαγος της αγάπης του λέγω όσα τραβάει მე თითოეულსო პასუხი მე თუ თითოეულს ვეუბნები იმასო რამდენს დატევა შეუძლია ძროხას რო წველა
თუ ზომიერად მოუჭერ ძე გამოდის, მეც თუ მოუჭერ სისხლი გამოდის. უნდა უყურო რამდენს იტევს თითოეული. თუ ხედავ რომ 1-2 უთხარი და მეტი არ შეუძლია, მეც აღარ ვეუბნებ. ნელა ესე უნდა მოკარგო კაცი დიდი სიყვარულით, დიდი ინტერესით და გულმოდგინებით და მოთმინებით. ის რაც სულიერ ცხვარს გულს უძრავს, არის სულიერი მწყემსის სიყვარული. ამიტომ ამბობს კიბეში იოანეს სინელი, რომ ნამდვილ მწყემსო სიყვარული გამოარჩევს. დღეს მსოფლიოს და ადამიანებს ჭირდებათ უანგარო ნამდვილი სიყვარული. ეს სიყვარული უნდა მივცეთ ადამიანებს. შეიძლება თავიდან ვერც გაგვიგონ სწორად. სულიერი მამა ვითომ რასელის სულიერი შვილებისგან არაფერს. უბრალოდ ეხმარება რომ ქრისტე შეიყვაროს. Είναι αυτό που είπατε, με συγχωρέσετε, θα βγάλω κάτι από προσωπικές μας, από κατηδίαν συζητήσεις που είχαμε, που μου είχατε πει κάποια φορά ότι σαν ηγούμενος τώρα κάνετε περισσότερη υπακοή και περισσότερη ταπείνωση από ό,τι κάνατε σαν υποτακτικός. Თქვენო ერთ-ერთ პირად საუბარში მითხარითო, რომ თქვენო როგორც წინამძღვარი ხა προχθές πάτε φιλάδελφα μέτρησε επίτηδες από το πρωί μέχρι των εσπερινών έκοψα 13 φορές το θέλημά μου. 13 φορές, άλλες φορές περισσότερες φορές. გითქვათ რომ რაც წინამძღვარი გახდითო, უფრო მორჩილება და მოთმინება უფრო იწვრთნებითო მორჩილებაში და მოთმინებაში. მამა ეფრემი ამბობს სპეციალურად თუ იმ დღეს დავთვალეო, დილიდანო მწუხრამდეო 13-ჯერ უარი ვთქვი საკუთარ ნებასურვილზეო. მოვიკვეთე ნებაო 13-ჯერ. ეკლესიაში იყავითო, წიგნები იკითხეთო, სულიერი. წმინდა პაისის სერიალის ყურება შეგიძლიათო? ძალიან დაგეხმარებათო. ეხლაო წმინდა იოსების სიხასწე ვამზადებთ. წმინდა ნექტარიზე ფილმი. ეგეც ძალიან ეხმარება. Τώρα ეს ყველაფერი, ეს ყველა სერიალები, ფილმები, წიგნები პირველ რიგში გვიხსნის და გვაშინაურებს წმინდანებთან. Επέθανε σε κάποιον καταστηματάρχη και πήγε μια κρυά η καημένη να φύγει από το κατάστημα του και την πλακώνει ένα αυτοκίνητο και την λιώνει, έλειωσε το κεφάλι της. Και πήγαινε αυτή τη γειτονική ειρωνία να φέρει έναν παπά να κάνει ένα τρισάγιον εκεί που πέθανε η γυναίκα αυτή. Τι του λέει ο παπάς? Του λέει θέλω 50 ευρώ εκ των προτέρων. Του λέει. Αν δεν μου δώσει 50 ευρώ δεν έρχομαι. Έρθει. Αυτός στατίστηκε και του λέει μην έρθεις, δεν σε θέλω. უნდა გავიგოთ რა არის წმინდანი, რა საკეთებს ეკლესია, იმიტომ რომ ბევრი ბრკოლდება ძალიან ადვილად ეკლესიაზე სხვადასხვა უაზრო მიზეზების გამო. ერთხელ ერთი Τους λέω δεν έχω και δεν με πιστεύω. Και παρακαλώ να χτυπήσει το τηλέφωνο να μου πει κανείς θέλει Άγιον Ευχέλιο, θέλει ισορρό αγιασμό να μου δώσει. ერთი მაღაზიის მფლობელმა მითხრა რომ ქალი მოდიოდა ხოლმე მოხუციო მას მაღაზიაში და ერთხელ მანქანამ გაიტანო იქა ახლო. და მღვდელი უნდა მოეყვანა პანაშვიძე და მღვდელიონება ჯერო 50 ევრო მომეციო და მე აუგეფო მე გადავხდი პანაშვიდს. და დაბრკოლდა ეს კაცი, მაგრამ არ არის სწორი. ჯერ ერთი მედიცინას არ უარყოფთ იმის გამო, რომ ცუდი ექიმები არიან და არ დაგვაუწყდეს არა ვარ ჩვენ ეკლესიის მაცხონებლები. ეკლესია გვაცხონებს ჩვენი შველა ეკლესიას არ ჭირდება. არ შეიძლება ეკლესიას გადაუსვა ხაზი იმის გამო, რომ ვიღაცამ ეკლესიაში რამე არ გააკეთა სწორად. თან იცით რომ მღვდლებს ერთი მღვდელი იყო აქა. იმდენი ხარჯები აქვს საწყლებს და ისე უჭირთ ხოლმე ზოგჯერ ერთი მღვდელი მეუნება ველოდებიო რომ ზარმა დარეკასო. Η
რომ ვინმე მოკვდა ან ვინმე ზეთის კურთხევა უნდა რომ თავი შევინახო. Τα ευγνώμονες που μέσα στον κόπο σας, μέσα στην... ταράξαμε και την ησυχία σας και το λίγο χρόνο που έχετε για να αναπαυθείτε μέχρι το υπόλοιπο πρόγραμμα στο μοναστήρι σας. Η ώρα 4 έχουμε σπερινό, η ώρα 4. Σας είμαστε βαθύτατα ευγνώμονες. დიდი მადლობაო, რომ იცოდათ რომ რაც გაქვთ დასვენების მაგასაც გპარავთ. გთხოვთო ილოცეთო ჩვენი მიტროპოლიტისთვის, ჩვენი მრევლისთვის, ჩვენი სამღვდელოებისთვის. ღმერთმაო ძალა მოგცესო, გაგვინათლოს გონებაო, რომ განსაცდელებს სწორედ დაუპირისპირდეთ და ქრისტესთან და ეკლესიაში ვიყოთ. და პატრიარქისთვისაც გთხოვთ ლოცვას, მაგრამ ეს ისედაც ხდება ვიცია. ძალიან დიდად მადლიერები ვარ თქვენი. მადლობაო ნიკოსაც, ბატონ ნიკოსაც ამ 3 დღეა მუშაობენ რომ იმისთვის რომ ეს დღევანდელი შეხვედრა განხორციელებულიყო. Καλά Χριστούγεννα. კარგი ღვთისმშობლება გაგვითენოს უფალმაო, უფალო იესო ქრისტე შემიწყალე ჩვენ. ამინ.